მოგესალმებით. დღეს თქვენგან მიღებულ მასალას ჩაუღრმავდებით. ეს არის ამონარიდი გიორგი წეროძის ტექსტიდან, სახელწოდებით რეფლექსია, ადაპტაცია და ცვლილება. ჩვენი, მიზანია გავარკვიოთ, რას ნიშნავს სინამდვილეში ტერმინი რეფლექსია. იმიტომ რომ როგორც ავტორი ამბობს, ხშირად ეს არასწორად ესმით, ან საკმაოდ ბუნდოვანია. აბა დავიწყოთ. ავტორი გიორგი წეროძე, მღვდელი და ფილოსოფიის დოქტორანტი, ხაზს უსვამს, რომ ტერმინების ზუსტი გამოყენება მთავარი. და ამბობს, რომ საქართველოში სიტყვა რეფლექსიას ხშირად ძალიან ვიწროდ იგებენ. დიახ, ეს ვიწრო გაგება, რაზეც ავტორი საუბრობს, მართლაც საკმაოდ გავრცელებულია განსაკუთრებით ინტელექტუალურ წრეებში. რეფლექსია ხშირად აღიქმება უბრალოდ როგორც გონებრივი პროცესი, ფიქრი, ანალიზი, რაღაცის შეფასება, წარსულის გადახედვა. და ამ გაგებით ის თითქოს პირდაპირ მიდის ხაზოვან პროგრესამდე. იფიქრე, გაანალიზე და გახდი უკეთესი. მაგრამ რაც აქ ძალიან საინტერესოა, არის ის, თუ რამდენად შორსაა ეს გაგება ტერმინის უფრო ღრმა ფილოსოფიური მნიშვნელობისგან. ზუსტად აქ იწყება, ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესო ნაწილი. ავტორი გვთავაზობს სულ სხვა პერსპექტივას. ის რეფლექსიას აკავშირებს არა მხოლოდ თანამედროვე აზროვნებასთან, არამედ ანტიკურ ფილოსოფიასთანაც კი. ახსენებს სოკრატეს ანამნეზის, გახსენების იდეას, ხომ? ცოდნა თითქოს ჩვენშია და უნდა გავიხსენოთ. ეს უკვე მიანიშნებს, რომ რაღაც უფრო ღრმაა, ვიდრე უბრალოდ ანალიზი. წეროდისთვის რეფლექსია არ არის მხოლოდ ფიქრი. ეს არის ფუნდამენტური მზაობა და უნარი ადაპტაციისთვის და ცვლილებისთვის. ანუ კონდეს უნარი რომ ეჭვი შეიტანო ერთადერთ ჭეშმარიტებაში, დაუშვა რომ ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება არსებობდეს და თუ საჭიროა მზად იყო რომ გადახედო საკუთარ რწმენა წარმოდგენებს. ის იყენებს სიტყვას პლასტიურობა, არა უბრალოდ გონების, არამედ მთლიანად პიროვნების. თითქოს მზად ხარ ფორმა მიიღო. ზუსტად. პლასტიურობა ძალიან კარგი სიტყვაა აქ. და თუ ამას უფრო ფართო სურათში ჩავსვამთ, ავტორი რას აკეთებს? გვიჩვენებს კონტრასტს. ერთი მხრივ არის ეს მოდერნული, ხაზოვანი პროგრესისკენ მიმართული გაგება რეფლექსიისა, რომელიც მისი თქმით საქართველოში ჭარბობს. მეორე მხრივ კი პოსტმოდერნული შინაარსი. ეს არის მოქნილობა, მრავალფეროვნების დაშვება, ადაპტაციის უნარი. ეს ხედვა ცოტა სკეპტიკურია ერთი დიდი უნივერსალური ჭეშმარიტების მიმართ. და ამ გაგებით რეფლექსია უკვე ახლა არის მხოლოდ ფიქრი. ეს არის მზაობა სხვაგვარი მოქმედებისთვისაც. ანუ უნარი გადახვიდე სხვა მოდუსზე, სხვა სტილზე, თუ სიტუაცია ამას მოითხოვს. ეს რა თქმა უნდა კითხვის ნიშნის კვეს აყენებს ბევრ ჩაბეტონებულ იდეას. მართლა საინტერესო დაპირისპირება გამოდის. გამოდის რომ თუ ჩვეულებრივი გაგებით რეფლექსია გვეხმარება გავაუმჯობესოთ ის, რასაც უკვე ვაკეთებთ, ავტორისეული რეფლექსია უფრო გულისხმობს მზაობას, რომ იქნებს სულ სხვა რამე ვაკეთოთ. ხო, თითქოს ერთი ოპტიმიზაციაზეა, მეორე ტრანსფორმაციაზე. მაგრამ აქვე შეიძლება ვინმე მიკითხოს, ეს ნებისმიერი მიმართულებით ცვლილებისთვის მზაობა. ხომ არ ნიშნავს რაღაცნაირ უმიზნობას, ქაოსს? ეკამ ვიკითხვა, ნამდვილად. ვფიქრობ, ავტორი იტყოდა, რომ აქ საუბარია არა უმიზნობაზე, არამედ იმაზე, რომ არ იყო შენივე წარმოდგენების ტყვე. ეს არის მზაობა, აღიარო, რომ შენი ამჟამინდელი გზა, შენი მიდგომა შეიძლება არ არის ერთადერთი ან საუკეთესო და იყო ღია ახალი შესაძლებლობებისთვის, ახალი მნიშვნელობებისთვის, განსაკუთრებით მუდმივად ცვალებად სამყაროში, ხომ? მთავარი აქცენტი კეთდება არა იმდენად ანალიზის უნარზე, რამდენადაც ცვლილების მიმღებლობაზე და მასთან ადაპტაციის უნარზე. ანალიზი ამ შემთხვევაში ხდება ინსტრუმენტი ადაპტაციისთვის და არა თვითმიზანი. როგორც ავტორი ამბობს, ადაპტაციისა და ცვლილების უნარი გასაგებია. მაშ მოდით შევაჯამოთ. რა არის ის მთავარი იდეა, მთავარი მარგალიტი, რომელიც ამ ტექსტიდან უნდა დავიმახსოვროთ? მოკლედ რომ თქვათ, მთავარი განსხვავება, რაზეც ავტორი მიგვითითებს, არის ეს. რეფლექსიის გაგება როგორც აქტიური ადაპტაცია და მზაობა ცვლილებისთვის. იმის საპირისპიროდ, რომ ის მივიცნიოთ უბრალოდ ანალიზის შეფასების რაღაც პასიურ პროცესად. ავტორი გვეუბნება, რომ რეფლექსიის არსი სწორედ ამ დინამიკურ მზაობაშია, იყო მზად იმოქმედო სხვაგვარად და არა უბრალოდ იფიქრო. ძალიან საინტერესოა. და ბოლოს, როგორც ყოველთვის, ერთი აზრი თქვენთვის, ჩვენი მსმენელისთვის დასაფიქრებლად. თუ რეფლექსიას გავიგებთ არა მხოლოდ როგორც ინტელექტუალურ ვარჯიშს, არამედ როგორც შინაგან პლასტიურობას, ანუ ცვლილებებთან შეგუების, მათზე რეაგირების უნარს. როგორ შეიძლება თქვენ გამოიყენოთ ეს იდეა თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, პრობლემების გადაჭრისას, ან თუნდაც ზოგადად სამყაროს აღქმაში? იქნებს სწორედ ეს მოქნილობა ის, რაც ზოგჯერ ყველაზე მეტად გვაკლია წინსვლისთვის.